ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა ბოლო დროის, ხო? იმიტომ რომ განათლების რეფორმას ჩვენ არაერთხელ შევეხეთ, თუმცა იმდენად ვრცელი არის ეს თემა, რომ კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით ამ შემთხვევაში აქცენტი გვექნება სკოლის მიმართულებაზე. მოკლედ, ეს არის თემა, რომელსაც ბევრი მოწინააღმდეგე და მომხრე ყავს. ქართული განათლების სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დასახელებენ ურთიერთკავშირის ნაკლებობას განათლების სხვადასხვა საფეხურს შორის. იგულისხმება კავშირი სკოლას და პროფესიულ თუ უმაღლეს განათლებას შორის. ეს ქმნის ფრაგმენტულ სისტემას, სადაც განათლება აღარ არის უწყვეტი პროცესი, ყოველი შემთხვევისთვის ასე ამბობენ სპეციალისტები, ნაწილი ყოველი შემთხვევისთვის, რატომ გახდა საჭირო განათლების რეფორმის გატარება და რა შეიცვლება სკოლებსა და უნივერსიტეტებში 2026 წლიდან. ჩვენი სტუმარია თამარ მახარაშვილი, ის უპასუხებს ჩვენს კითხვებს. მოგესალმებით, ქალბატონო თამარ. მოგესალმებით. არაერთხელ შეგაწუხეთ განათლების მინისტრის მოადგილეები და მადლობა სტუმრობისათვის და მე ვახსენე რომ არაერთხელ შევეხებით კიდევ ერთხელ დღეს აქცენტი გვაქვს სკოლის მიმართულებაზე. პირველ რიგში უფრო ცხადი რო გავხადოთ, ვამბობთ რომ რეფორმა ძალაში შედის 2026 წლიდან, თუმცა იმ მაგალითად 11 და 12 კლასის ამბავი ის რომ 12 კლასი არჩევითი იქნება. ვის შეეხება, როდის შეუძლიათ რომ ბავშვებს უკვე არჩევითად კონდეს საქმე, შეუძლიათ თუ არ დავუშვათ რომელი კლასიდან არის შესაძლებელი რომ 11 კლასი დაამთავრონ და ატესტატს აიღებენ. მოგესალმებით, ძალიან გვიხარია რომ კიდევ ერთხელ დაინტერესდით ამ თემით, იმიტომ რომ სრულიად საზოგადოებას აინტერესებს სკოლა არის სწორედ ის მიმართულება, რომელიც ყველა ოჯახისთვის არის ასაკვირვად და ყველა ოჯახს ეხება. შესაბამისად არის საკითხები, 8 გამოწვევა იყო იდენტიფიცირებული, 8 გადაჭრის გზა და ჩვენ თავშივე ვთქვით და ეხაც მინდა გავიმეორო, რომ არის საკითხები, რომელიც 2026 წლიდან უკვე დაიწყება მათი მოგვარება და საერთო ჯამში ეს 8 გამოწვევის საპასუხოდ ჩვენ 2-3 წლიან ციკლს ვიღებთ. თუმცა 2026 წლიდან კონკრეტული მიმართულებებით, კონკრეტული საკითხების გადაწყვეტა და გადაჭრა დაიწყება. რაც შეეხება თქვენ დასმულ შეკითხვას, 11 წლიანი სასწავლო პროცესი ვის ეხება? იმ მოსწავლეებს, რომლებიც ეხლა მე-9 კლასში არიან, მათ ეხებათ სწორედ 11 წლიან სასწავლო პროცესში ჩართვა, სადაც მე-12 კლასი, როგორც სასურველი ამ შემთხვევაში და მათ სურვილის შემთხვევაში აუცილებლად იფუნქციონირებს, პროცედურა კი ასეთი და ამგვარი იქნება, ესე იგი 11 წლიან სასწავლო პროცესს რო ვამთავრებ, მე ვიღებ ატესტატს. ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ სრული საშუალო საფეხური დავამთავრო, ზოგადი განათლება მორჩე და დავამთავრო, სასწავლო პროცესი ამით მორჩება. რაც შეეხება მე-12 კლასს, სამინისტრო დაარეგისტრირებს ყველა მსურველს, რა თქმა უნდა, ეს წინსწრებით მოხდება დაახლოებით, რომ წარმოვიდგინოთ მარტის თვეში, უკვე ჩვენ გვეცოდინება, სად არის სურვილი, რომელ სკოლებში, რამდენი მოსწავლეა და შესაბამისად მათთვის უზრუნველყოფილი იქნება მე-12 კლასი. სწორედ ამ ყველაფრის გააზრებით, ვის უნდა მასშტაბადამე რომელ სკოლაში მჭირდება, რამდენი მე-12 კლასი მჭირდება, რამდენის დაგჭირდება, იმდენ მე-12 კლასს გავხსნით. ანუ ეხლა მე-9 კლასში ვინც არიან, უკვე ამ მარტის თვეში თუ შემდეგ როცა მოუწევთ, როცა 27 წელზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, 28 სასწავლო წელზე, იგი რომ არ დაიბნეს ჩვენი მსმენელი ეხება იმ მოსწავლეებს 11 წლიან სწავლებაზე გადასვლა, რომლებიც ეხლა არიან მე-9 კლასში. ნუ მე-8-შიც რო არის იმასაც ხო ეხება შესაბამისად. ანუ მე-10 და მე-11 კლასელებს არის. ქალბატონო თამარ, აი ინკლუზიურ განათლების მიმართულებაზეც მინდა ვიკითხო, რას ნიშნავს რეფორმა, რას ითვალისწინებს ამ კუთხით, რომ გითხრათ თუ შეიძლება. ზოგადად ინკლუზიის თემა ჩვენი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია სამინისტროს. ინკლუზია თავისი სიტყვა თვითონ თავისი შინაარსით ნიშნავს იმას, რომ ინკლუზია და ეს მიმართულება უნდა იყოს ყველგან და ყველა პროცესში. ამიტომ ჩვენ ერთ-ერთ გამოწვევად სწორედ ეს მიმართულება დავასახელეთ. თქვენი ცით რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და პლუს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, მოდი ასე ვთქვათ, ჩვენ მთელი რიგი აქტივობების სისტემაში გვაქვს განხორციელებული, რასაკვირველია, დავიწყოთ იქით, რომ რეგისტრაცია ჩვენი საერთოდ პირველ კლასში, პირველი ეტაპი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, შემდეგ დაძმა და შემდეგ უკვე საყოველთაო რეგისტრაცია. გარდა ამისა, ჩვენ სკოლაში, მას შემდეგ რაც მულტიგუნდი დაადგეს კონკრეტულ საჭიროებას, მთელი გუნდი მუშაობს. დაწყებული სპეციალური მასწავლებელი, ასისტენტი თუ საჭირო ოკუპაციური თერაპევტი, აქ მხოლოდ რესურს სკოლებზე არ ვსაუბრობ, ჩვეულებრივ სკოლებზე, სადაც სხვადასხვა შეზღუდვის მქონე მოსწავლემ, ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემ
შეუძლია რომ ჩვეულებრივ საკლასო ოთახში მიიღოს სწავლა-განათლება. ინკლუზიას თავისი არსით სწორედ ამას ნიშნავს, მაგრამ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ჩვენ რასაც ვასახელებთ არის ის, რომ აი სწორედ ამ სპეციალური მიმართულების მასწავლებლების სიმწირე გვაქვს, მათ შორის ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების, სპეცმასწავლებლების და ამ მიმართულებით ჩვენ ძალისხმევას მართლა გავაორმაგებთ, ეს ერთი და მეორე. ჩვეულებრივი მასწავლებელი, რომელიც არ არის სპეცმასწავლებელი, მას მოეთხოვება ასევე შესაბამის ცოდნა, უნარები და კომპეტენცია, რომ საკლასო ოთახში შეეძლოს შესაბამისი მუშაობა, კონკრეტული შეზღუდვის მქონე ბავშვი ყავს. ამიტომ ყველა მასწავლებელთან ფიზიკას ასწავლე, მათემატიკას, ქართულს არ აქვს მნიშვნელობა, შენ უნდა გქონდეს შესაბამისი უნარები და ცოდნა. ამიტომ ჩვენი მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც მუდმივად მისი მთავარი ფუნქცია სწორედ ტრენინგების ჩატარება, ამით არის დაკავებული, სპეციალურ ტრენინგ მოდულს შეიმუშავებს ყველა მასწავლებლისთვის, რომ ისინი შესაბამის ცოდნით იყვნენ შეერეღებული. ქალბატონო თამარ, თქვენ პირველკლასელების რეგისტრაციას ახსენეთ. 6 წლამდე ბავშვები სკოლაში ვერ მივლენ, თუმცა ასევე საინტერესოა ისიც, შეძლებენ თუ არა ის ადამიანები, უბრალოდ შეძლებენ თუ არა ადამიანები, რომ მოშორებით მდებარე სკოლაში ჩაირიცხონ. ექნება თუ არა მნიშვნელობა სკოლის ორი თემა ახსენეთ ახლა თქვენ, ერთი არის ვინ შედის სკოლაში და მეორეა ვთქვათ რეგისტრაცია, საფთანახლოს რეგისტრაცია. გაგახსენებთ, რომ ყოველთვის იყო ხოლმე, როდესაც ჩვენ ვიწყებდით სასწავლო პროცესს, ერთ-ერთი პირველი კითხვა იყო, შეგვიძლია თუ არა, ამფიქრობთ თუ არა უწყება ზოგადად ქვეყანა, რომ აი საფთანახლოს რეგისტრაცია იყოს შესაძლებელი, ხო? პირველი საკითხი ეს გახავთ, 6 სკოლაში შესვლას შეძლებენ ის მოსწავლეები, რომელთაც შეუსრულდებათ 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით 2026 წელს, ვთქვათ, უკვე აი ეს არის ის აქტივობა, რომელიც ძალაში შედის 2026 წლიდან. ხოლო დღესაც კანონში ასე წერია მეგობრებო, რომ 16 სექტემბრიდან ვიდრე 31 დეკემბრის ჩათვლით მოსწავლეებიო თავად მშობელმა გადაწყვიტოსო საბავშვო ბაღში დატოვებს თუ სკოლაში გაუშვასო. ეხლა აი ეს იხსნება მხოლოდ ეს ნაწილი და 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებულები შეძლებენ სკოლაში შესვლას. რაც შეეხება საფთანახლოს, თანაც კონსტიტუცია გვეუბნება ჩვენ, რომ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ზოგადი განათლება, განსაკუთრებით საბაზო, ის რაც სავალდებულოა, ხო? ხო, მე ვერ დავარეგისტრირე ადრე წლების წინ, ბავშვი წინ მქონდა სკოლა და ვერ დავარეგისტრირე. თუმცა აი მესამე ეტაპად ჩვენ ერთ-ერთ ეტაპს ვამატებთ და იცით რა დროს ვამატებთ? შესაძლებლობის მქონე პირები იყვნენ და რჩებიან პირველ პრიორიტეტად. აქ არანაირი შეზღუდვა არ იქნება. მეორე დაძმა, ესე ძალიან სენსიტიური ამბავია, იმიტომ რომ ოჯახის წევრი თუ კი კონკრეტულ სკოლაში სწავლობს, რომ მშობლისთვის ეს იყოს მოქნილი, ეს დაძმასაც არ ეხება, ხოლო აი ვიდრე საყოველთაო რეგისტრაცია გამოცხადდება, ჩაემატება ერთი ეტაპი, რომელსაც ასე ვთქვათ, სწორედ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია. აქ ჩვენ მუშაობთ მართვის საინფორმაციო სისტემასთან, უკვე მუშავდება ეს სისტემა, მათ შორის შესაბამის სამინისტროსთან, იუსტიციასთან და ყველა შემთხვევაში ერთად გავივლით და ვნახავთ იქ უბნის პრინციპით დაყოფაზე წავალთ და რაიონის, რეგიონის და ასე შემდეგ. ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, მაგრამ სწორია ის, რომ ექნება ჩვენს მოსახლეობას შესაძლებლობა საფთანახლოს დარეგისტრირებას. ხო, ეს ალბათ ფაქტობრივ მისამართს გაითვალისწინებთ რასაკვირველია და შეიძლება ირუდიული არ იყოს. კიდევ ერთი საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი. ბოდიში ერთი წუთი. ქალბატონო თამარ, დავუშვათ მე 16 სექტემბრის მერე გავხდი 6 წლის. აი ეს ერთი წელი, ანუ მშობლებმა რა უნდა გააკეთონ მშობლებმა? მეორე დღის პრინციპი ყოველთვის არსებობს. რას ნიშნავს? სადაც არ უნდა ჩავკეტოთ ჩვენ, მეორე დღეს გავხდი 6 წლის ყოველთვის იქნება ეს. ხო, ნუ იქნება. ეხლა 16 სექტემბერი. არა, გეოგრაფიიდან გამომდინარე ვამბობ, რადგან მე არ შემიძლია. გეოგრაფიას ეგარებმის, ჯერ ნახეთ, ჯერ გეოგრაფიას ებმის, თუ კი თქვენ უკვე 15 სექტემბერს რომ გახდებით 15 სექტემბრის ჩათვლით და უკვე სკოლაში რომ შემოდიხართ, მე როგორც სისტემამ პრინციპი ერთ-ერთი ეტაპი უნდა დავამატო, რომ საფთანახლოს შეძლო დარეგისტრირება, მაგრამ თქვენ რასაც მეკითხებით, აი მეორე დღეს გავხდი ან მესამე, სულ იქნება ჩემო კარგო მეორე დღე და მესამე დღე. მაგრამ ლოგიკა რას დავეყრდენით, რატომ 15 სექტემბრის ჩათვლით, ესეც ალბათ ხო? ეს იყო ირიბა თქვენი შეკითხვის ხო პათოსი. საქმე იმაში გახლავთ, რომ იმ 2 და 3 თვეს ჩვენ მას შემდეგ რაც კანონში ესრულება შევიტანეთ, უყურა სისტემამ, როგორ მუშაობდა, რამდენად გავლენას ახდენდა და გადაწყდა, რომ 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებულები უნდა შედიოდნენ, იმიტომ რომ 2-3 თვეს მნიშვნელობა აქ ერთი, მეორე 11 წლიანზე რო გადავდივართ, ასაკსაც მნიშვნელობა აქვს და მესამე მდგენელი კიდე ვიცით რა არის? საბავშვო ბაღი არ არის სავალდებულო.
ანუ თეორიულად არსებობს იმის დაშვება, რომ ბავშვი პირდაპირ სკოლაში შემოდიოდეს. ხო, ძალიან მომზადებელი შეიძლება მოვიდეს და ვერ გამომკლდეს. კი ბატონო, გასაგებია, ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის სამინისტროს მიერ მომზადებული წიგნები, ვინ იმუშავებს ამაზე, რა პრინციპით შედგება მოკლედ ეს ამ ადამიანების ჩამონათვალი, უფრო მეტი რომ გითხრას ამ სახელმძღვანელოების თემა ჩვენ შესაბამის მოკვლევას და კვლევას ვეყრდნობით ხოლმე, როცა ესე დიდ გადაწყვეტილებას ვიღებთ, 20 წელია თავისუფალი საბაზრო პრინციპით კეთდება სახელმძღვანელოები, ანუ აცხადებს სტანდარტს წერს სამინისტრო, დღესაც ასე იქნება, ვაცხადებთ გრიფირებას და რეალურად მაინც გვაქვს პრობლემები ჩვენ სახელმძღვანელოებში, იმიტომ რომ რეალურად ვერც საფეხურებით ჩვენი გამომცემლობები არ არიან ასე დაჯგუფებული, მაგალითად მე ამ საფეხურის სახელმძღვანელოში ვარ ძლიერი, ან კონკრეტული საგნების მიხედვით, ან საფეხურებს მიხედვით რომ წაყვნენ, ხო? ან საგანს წაყვნენ, მაგალითად საბუნებისმეტყველო მიმართულებით და რეალურად ჩვენი პრობლემები რაში მდგომარეობდა, რომ სახელმძღვანელოს რო გადაშლით მე 5 კლასი, მე 6 კლასი, მე 7 კლასი, აი ეს ბმა თუნდაც ერთი საგნის ჭრილში საკმაოდ ამოვარდნილი, აღარაფერს ვამბობ საგანთა შორის ბმებში და ამიტომ ჩვენ სამინისტრო გვაქვს ის რესურსიც, რა თქმა უნდა შესაბამისი ინფორმაციაც ავტორებთან დაკავშირებით, ექსპერტებთან დაკავშირებით და ძალიან ინკლუზიურ სამუშაო ჯგუფს ვნით. უმნიშვნელოვანესია სახელმძღვანელოს წერის პროცესში პრაქტიკოსი მასწავლებლებიც იყვნენ ჩართულები, იმიტომ რომ საკლასო ოთახში მათ იციან ყველაზე კარგად რა მეთოდოლოგია უფრო მუშაობს, ფსიქოლოგი. ბავშვების უმრავლესობას დღეს ალბათ გინახავთ სოციალურ ქსელებში. განცდა აქვს ხან ისეთი ენით არის სახელმძღვანელო გადმოცემული, რომ ვერ ძლევს ის მე-5, მე-6 თუნდაც ნებისმიერი კლასელი და იცით რა არის ყველაზე მძიმე? თვით შეფასება უმდაბლდებათ მერე ბავშვს, რომ მას ეს არ შეუძლია. ესე იგი, რო ვერ იგებს და მისი თანატოლი თუ იგებს, ესე იგი, მას არ შეუძლია სასწავლო პროცესში ჩაერთოს. კი, ჩემმა შვილმა მითხრა რამდენჯერმე, მე სულელი ვარ თუ რა არის, ვერ ვიგებ. აი, ამაშია საქმე. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმძღვანელოები აი ამ ყველა მდგენელით, შესაბამისი ენით, ასაკზე გათვლილით, ფსიქოლოგების ჩართვით და ბმებით ერთმანეთთან მე-5 კლასსა და მე-6 და მე-7 კლასს თუ ნებისმიერ კლასს შორის უნდა იყოს ეს ლოგიკური ბმები ერთმანეთთან. ქალბატონო თამარ, მე კიდევ ერთი კითხვა გამეჩნდა. მოკლედ, რეპეტიტორიუმის კონცეფცია მინდა ამიხსნათ მე, აი, რადგან არ ვიცი ეს. ძალიან ნებისმიერ უმაღლესი განათლების იმ დიდ რეფორმას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან იყო დაანონსებული, ვერანაირ უმაღლესი განათლების რეფორმა ვერ ამუშავდება, თუ კი სკოლა არ აყვა მას და საფეხურებს შორის კავშირები არ იქნა, სკოლა, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება. უმაღლესი სკოლის ნაწილში თქვენ აი ამ სიახლეები ახლა რაც რამოდენიმე სიახლეს შევეხეთ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ძირეული სიახლე ეს გახავთ, არასდროს არ ყოფილა ჩვენ სისტემაში რეპეტიტორიუმი, აი ეს ცნება საერთოდ. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საბაზო საფეხური არის სავალდებულო. საბაზო საფეხურში შენ ძირითადი სასწავლო პროცესი უნდა დაასრულო, მარტივ ენაზე რო გადმოვწე. ხოლო საშუალო საფეხური არის მზადება ძირითადად სწორედ უმაღლესი განათლებისთვის. მე-10 კლასი იქნება მოწყობილი იმგვარად, რომ მე-10 კლასში ყველა ძირითად საგანს, ყველა საგანს დავფარად, რითიც შენ ატესტატს გასცემ, ხოლო მე-11 კლასი არის უკვე მოწყობილი შენს სურვილზე რა მიმართულებით გინდა გააგრძელოს სწავლა, დღეს როგორ ხდება? რეალურად მე-12 კლასელები, მე-12 კლასი დაცლილი გვაქვს. ემზადებიან ბავშვები გარეთ, იმიტომ რომ სკოლაში იმ ბადიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ დღეს ვთავაზობთ, ეს ბადე მე-12 კლასის არ აძლევს მას საშუალებას დაკონცენტრირდეს მისთვის სასურველ საკითხებზე. მე-11 თავად აირჩევს, რომელ საგანში ჭირდება მას მომზადება, რომელი საგანია მისთვის ის მიმართულება, რომელთაც უნდა რომ ჩაღრმავებულად განიმტკიცოს სოდნა, ეს იქნება 3 საგანი, 4 საგანი, პლუს კიდევ არჩევითი საგნები და მიზან მიმართულად, მიზნობრივად თავად სკოლა აიღებს პასუხისგებლობას, რომ გააკეთოს ის, რასაც ბავშვები გარეთ ეძებენ. სკოლის მიღმა. ეს არის ძალიან დიდი შვებაც მშობლებისთვის, ეს არის მეორე მხრივ სკოლის ავტორიტეტი. ჩვენთვის უმძიმესი ამბავია ის, რომ მე-12 კლასში ბავშვები სკოლიდან გადიან. ეს არ არის სწორი. სკოლამ უნდა მისცეს საშუალო საფეხურზე, როცა აგრძელებს მოსწავლეს სწავლას, სკოლამ უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ მისთვის სასურველი პროფილური სწავლება შეთავაზოს. ძალიან დიდი მადლობა. არის კიდე საკითხები, რომელიც დამრჩა, მინდოდა რომ მომესწრო. დილეტანტური კითხვა მაქვს რა. ეს საჯარო სკოლებს ეხება მხოლოდ. ანუ კერძო სკოლებს ეს არ ეხება. კერძო სკოლებს თავად აქვს გააჩნია კერძო სკოლა ჩვეულებრივი, რომელიც არის ეროვნული სასწავლო გეგმით, რომელიც მიდის, აი ამ მოწყობა შეიძლება ამას დაექვემდებაროს ამ პრინციპით წავიდეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს კერძო სკოლები, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებს, თავისი მოდელი აქვს, თავისი მეთოდიკა აქვს. კერძო რა თქმა უნდა მეთოდიკას. ფორმებიც არის კერძო სკოლებს. მე ვსწავლობდი კლასიკურ გიმნაზიაში მომესწრა ფორმები. მე მძულდა. დედაჩემს უყვარდა, იმიტომ რომ მარტივად გამოდიოდა ჩემი დასაცმლის მომზადება, არავის არ ჭირდებოდა, რაც იყო დაწესებული.
მე რატომ ზულდა? იმიტომ რომ მინდოდა რაღაცა ჩემი გემოვნებით ჩაცმა და არ მქონდა ამის შესაძლებლობა, ყველას უნდა გწმოდა კლეჩატი ქვედაბოლა. კუბოკრული რაღაცა. კუბოკრული, ბოდიში, კუბოკრული, მაშინ ესე ვეძახდით, წითელი კუბოკრული ის იყო ქვედაბოლა, ზემოდან პერანგი თეთრი, ლურჯი, მოკლედ ზედა აუცილებლად ბერეტიც კი მქონდა ეს კუბოკრული. მე მძულდა მართლა. ეხლა ამ გადმოსახედიდან კი ყველა ძალიან ლამაზი იქნებოდა როგორც სიმართლე რა გითხრათ, მე მიყვარდა მეც ფორმები, მეცო მე პირადად კერძო სკოლას ვსწავლობდი. მოდით ამ ფორმის ამბავს ახსნით. მე მძულდა დედაჩემს უყვარდა. მე მესმის რომ თქვენ ახლა ორიენტირებული ხართ რომ დაუშვათ მშობლისთვისაც უფრო მარტივი არა, სოფლიოს რაც უყვართ, იმაზე ვართ ორიენტირებული, იმიტომ რომ ხო აი რა არის ამის მიზეზი? ჩვენი მოგონილი ამბავი, ქვეყანა, ნებისმიერი ქვეყანა შეგვიძლია ხა ჩვენ დავასახელოთ, ფორმა ნიშნავს იმას, რომ მიკუთვნებულობა სკოლასთან, იმ დისციპლინაში უკვე ვიზუალურად ჩართვა, ამას ნიშნავს ფორმა. და თან ჩვენ არ ვაპირებთ რომ აი მაინდამაინც კუბოკრული იყოს ან ერთი ვერსია იყოს. ეს კალავ თვითონ აარჩევს, ხო? ჩვენ ვაპირებთ გამოვაცხადოთ კონკურსი, რამოდენიმე ვერსია, ესკიზებიდან დაწყებული, დიზაინით გაგრძელებული, ყველა შეუძლია ჩაერთოს და უფრო მეტიც აი ამ რამოდენიმე ვერსიიდან voting-ს გამოუშვებთ მშობლებთან ზოგადად. საზოგადოება არჩევს იმ 3 ან 4 ვერსიას და ჩვენ არ ვაპირებთ რომ ერთი ვერსია იყოს ყველა სკოლისთვის ეგ ვერსიები. და უკვე მე სკოლა აირჩევს რომელი ვერსია უნდა, ანუ ის რაც მოწონებული იქნება, არ იქნება ერთი ვერსია, არამედ იქნება 3 ან 4 ვერსია და აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ჩაერთვება ყველა, რაც თავარია სოციალურად დაუცველებისთვის, ამაზეც ვიფიქრე ჩვენ. ანუ მოქალაქეები აირჩევენ? voting-ს გაუშვებთ, დიახ. გასაგებია და ერთად ავირჩიოთ ფორმა. voting რა, ანუ ხმის მიცემა გასაგებია. სოციალურად დაუცველებისთვის სოციალურად დაუცველებისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს, დიახ, 60,000 და კულას ტელეფონსაც გძალავთ, ხო, მე როგორც გავიგე, ტელეფონებს და smartphone-ებს. სასწავლო პროცესში, არა, ტელეფონის მოტანა სკოლაში ტელეფონის მოტანა სკოლაში არ გძალავთ. ამაზე მინდა გამომახვილო ყურადღება ნახეთ. კონკრეტული ადგილი, ესეც ვიცით ხომ, სოფლიოში აპრობირებულია ახალსარგებლო რეგიონებს. კარაგაში ინახავ, ხო, კონკრეტულ და შედიხარ აქ წესს შევიმუშავებთ, როგორ ხდება ეს შენახვის პროცედურა. საგაკვეთილო პროცესში მობილურს არ უნდა უყურებდეთ, ამ ბუნებრივია. მაგრამ ასევე არის, ამიტომ შევიმუშავებთ ჩვენ წესს, ისეთი მიმართულებით, როდესაც ბავშვს მაგალითად აქვს დიაბეტი, თუნდაც ჭირდება და იმ ტელეფონზე სხვა თემებია მიბმული მისთვის. აი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იქნება გათვალისწინებული. ჩვენ გვინდა რომ სასწავლო პროცესში მობილური ტელეფონი არ იყოს ხელი შემშლელი, ამიტომ არ გძალავთ სკოლაში მობილურის მოტანას, მაგრამ გაკვეთილზე მობილურის შეტანა არ იქნება შესაძლებელი. ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ ახლა რაც ჩამოვთვალეთ, გარდა იმისა, რომ კონცეფცია ტექნიკურადაც რაღაცები მოსამზადებელია და გასაგებია, რომ ეს 2-3 წელი მაგიტომ არის გათვალისწინებული. თუმცა გეტყვით უცებ 26 წლიდან რა შედის ძალაში, ფორმები ძალაში შედის, მობილური ტელეფონების თემა რა თქმა უნდა ძალაში შედის და 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვების თემა 26-დან უკვე ძალაში შედის. რეგისტრაციის საკითხი? რეგისტრაციის საკითხსაც ვიწყებთ უკვე. გასაგებია. და რაც ყველაზე მთავარია ერთი სახელმწიფოს მინდა დავამატოთ ზოგადად კი ვიმშერეთ, მაგრამ ერთი წიგნის პრინციპი იქნება. ერთ კლასში, ერთ საგანში, ერთი სახელმწიფო. ძალიან დიდი მადლობა.